ალეკო ელისაშვილს ვყავარ ამოჩემებული ზუსტად ასეთი ფრაზები გამოიყენა მამუკამ დინარაძემ და ასე უპასუხა საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური მდგენელი უფრო მეტი არის ელისაშვილის საქმეში ვიდრე სამართლებრივი და ის რომ 13 წლიანი საშელი მიუსაჯეს ელისაშვილს 13 წელი მოუწევს მას ციხეში ყოფნა და ედავებიან და მისი ქმედება გადააკვალიფიცირეს ტერორისტულ აქტად ამ შემთხვევაში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში მიიჩნევენ, რომ ის უფრო მეტად პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და მოტივი იყო და მიზანი ხელისუფლების და ხელისუფლების აქეზებით სასამართლოს, რომ ელისაშვილი სამაგალითოდ დასჯილიყო და ამით ჩრდილი მისდგომოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. მამუკამ დინარაძე ბევრს არ საუბრობს ელისაშვილის საქმეზე, არადა დაკავებული პოლიტიკოსი პროცესებზე თავადვე ამბობდა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალები რეალურად არის მდინარაძის შიშის გამოძახილი. ამ ადამიანს როგორც მეუბნებიან და ინტერვიუსაც ვნახულობ ხანდახან, ყავარ პირადად მე ამოჩემებული და რატომღაც გონია რომ მისი დანაშაული ჩემი ინსპირირებულია და ამიტომ დავანებოთ ამას თავი შეფასება. კი და რამდენად სერიოზული ეს მე რა ვაიძულე წასულიყო ჩაედინა რაღაც დანაშაული თუ არ ჩაედინა თუ რა მოხდა არ ვიცი რა აქვს მას გონებაში. ყოველ შემთხვევაში მე შევეცდები თავი შევიკავ ამ ადამიანის ქმედებების შეფასებისგან, მისი სამართლებრივი კვალიფიკაციისგან, რადგან ამ ადამიანს ისედაც რჩება თურმე ან არ რჩება და ასე ამოც არ რჩება შტაბ-ბიძილება და ვიღაც ორი ადამიანის შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში, რომელსაც რჩება შტაბ-ბიძილება, რომ ჩემი ინტერესი იყო, რომ ის გაქცეულიყო და დანაშაული ჩაედინა და გადაეწვა სასამართლოს შენობა ან ტერორისტული აქტი ჩაედინა. ამის შეფასებაში მე არ შევა. რატომ დაიწყო სხვა მუხლით და რატომ გადაკვალიფიცირდა შემდგომ? აქ ასევე ამბობენ, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება იყო ტერორისტული. არა, აღარ შევალდით კითხავით ამიტომ. ელისაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნას ლელოში იზიარებენ, სადაც თვლიან, რომ ელისაშვილისთვის ტერორისტულ აქტად შეფასებული ქმედების გამო 13 წლიანი პატიმრობის მისჯა რეალურად არის სრული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რადგან მმართველ პარტიის წევრებსა და ელისაშვილს შორის ბოლო წლებში ბევრი დაპირისპირება იყო, ის გამხდარა არაერთხელ სამიზნე, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების და ასეთი მძიმე მუხლით მისი გასამართლების მოტივის შესაძლოა ყოფილიყო სწორედ ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაცია. რასაც ვამბობდით თვეების განმავლობაში, რომ ალეკო ელისაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და იმ ქმედებაში, რასაც მას ანტიქართული ოცნება, მურუცის სასამართლო ედავება არ არსებობს არანაირ ტერორიზმის მით უმეტეს ნიშნები, ეს დასტურდება დღეს უკვე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის დასკვნით დოკუმენტებში, შესაბამის ანალიტიკურ შეფასებებში, რომ ალეკო ელისაშვილის საქმეში არ ფიგურირებს არანაირ ტერორიზმის ბრალი და ეს არის გამოგონილი მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდაზე ორიენტირებული ბრალდება ივანიშვილის, კობახიძის და ანტიქართული, ანტიეროვნული ოცნების მხრიდან, რომლის ერთადერთი მიზანიც არის მოახდინოს მარგინალიზება ეროვნული, პოლიტიკური და პროდასალური ძალების. ელისაშვილი რჩება ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში და ადვოკატების ინფორმაციით ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლება ისევ არ აქვს.